იმერეთში ფიცი დაიდება გრიგოლ ხანძთელის მიერ აგებულ უბისას წმინდა გიორგის სახელობის ტაძართან. უბისას ტაძარი აღიმართა საქართველოს ისტორიაში გამორჩეული აღმშენებლობის ხანაში. ის დღესაც ღირსეულად ატარებს იმ ეპოქის დიდებულებას. უბისა ინახავს კედლის მხატვრობის შედევრებს, ქართული კულტურის ნამდვილ საგანძურს. უნიკალური ცხოველხატული სტილის ფრესკები ტოლს არუდებენ მე-14 საუკუნის იტალიურ კედლის მხატვრობას. მონასტრის წინამძღვრის მამა პაისის რწმუნებით ისტორიულად ქართველი მეომრები აქ ეზიარებოდნენ და წმინდა გიორგის მფარველობის ქვეშ მიდიოდნენ სალაშქროდ. გუშინ 25 მაისს ჩვენმა სამხედროებმა და ახალწვეულებმა უბისას მონასტერში მიიღეს ზიარება. ქალბატონებო და ბატონებო, ვიწყებთ ფიცის დადების საზეიმო ცერემონიალს. გთხოვთ, ფეხზე წამოვუდგეთ საქართველოს ჯარისკაცებს. აღლუმო, სმენა! სამხედრო ფიცის დადებას შეუდექით. მე საქართველოს მოქალაქე. ჩემი ვარა სამხედრო სამსახურში. ვინცო? ვინაიდან მოვიხატო ჩემი მხედრული ვარი საქართველოს წინაშე. ვინცო? კანდიდატურა ჩავიწავლო სამხედრო საქმე. ისწავლეთ განვაგრძო წინაპართა მხედრული ტრადიციები. ბატონო გენერალ-ლეიტენანტო, უბისის მამათა მონასტერთან ახალწვეულებმა სამხედრო ფიცი დადეს. უმცროს სერჟანტი ჩადუნელი. ერთად აღნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებლობა 26 მაისი. ეს დღე ჩვენია.